ნეაპოლი არის ადგილი, რომელიც ითვლება პიცის სამშობლოდ. აქ იგრძნობა რამდენად უყვარ ფეხბურთი. აი, კვარაცხელია. აუზე ხუჭიანი წვიმა და მენცა. სადაც მოხდა ყველაზე ხალხურად ბინძური ადგილია. ნეაპოლის პატარა ძალე. არ მინდა წავშუყო. აბა ვის უნდა? ვინც დატოვა უკვე კრუიზი დღეს ისეთი საწყისები აქვს რომ ჩვენს ხვალ ეგრევე იქნებით ნამდვილად. არ დავდებთ ვიდეოს. უკვე საწყალის ნახევარ და დამწვარე. ფოტოსებული თვალე. ხედა აქაც კი მიკეთია რო არ შემემჩნეს. დაიწყო ჩვენი კრუიზის მეშვიდე დღე. საბოლოო დღე. დღეს ვარ ნეაპოლში. ვეცდებით შეზღუდულ დროში მოვინახულოთ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი და რამოდენიმე სიტყვით გითხრათ ნეაპოლის შესახებ. დღეს ყველაზე მოკლე გაჩერება გემი პორტში იქნება დილის 8 საათიდან შუადღის 2 საათამდე. ასე რომ დროში ძალიან შეზღუდულები ვართ და ასევე გითხრეს რომ აქ განსაკუთრებულად ცხელა, ამიტომ მაქსიმალურად მოემზადეთ. გავიარეთ ტერმინალი. ახლა კი მივდივართ ძველ ქალაქში. ძველი ქალაქი საკმაოდ ახლოს არის პორტთან, ასე რომ დღეს მივდივართ ფეხით. აქ უკვე რამდენიმე კრუიზული ლაინერი დგას. ერთ-ერთი არის ვიკინგ. აქ რაღაც პატარა გემია და ესეც დიდი გემი. დილის 9 საათია და უკვე საკმაოდ ცხელა. პირდაპირ პორტიდან როგორც კი გამოვდივართ ჩანს ძველი ციხესიმაგრე. ეს არის ნეპტუნის შადრევანი, რომელიც აშენდა 1600 წელს. და ეს კი არის კასტელო ნუომო. ითარგმნება როგორც ახალი სასახლე. აქ მოვედით მიახლოებით 5 წუთში, პირდაპირ პორტიდან ქუჩა მოდის ამ მოედნისკენ, სადაც არის ეს ლამაზი შადრევანი და სასახლე. ახლა კი მივდივართ შემდეგ ლოკაციაზე. კი, ევროპის მთელი ევროპის ჩუჩქიანია, ან იტალიის ყველაზე ჩუჩქიანი ქალაქია. იტალიის ნამდვილობარი? ხო, იტალიის აქ შეგეცდოთ, მოულოდნელად დაიწყო წვიმა. ისეთი სიცხე იყო და ისეთი ამინდერა, არავინ არ წარმოიდგენდა რა შეიძლება იწვიმას. იმდენი ბიძუწუნე სიცხეზე რომ წვიმა დაიწყო და ახლა აბაზე ბიძუწუნებ. ასეთი წვიმა. ჩვენ კი შევეფაერეთ და ველოდებით როდის დამთავრდება წვიმა და მივიდეთ ცენტრში და დავათვალიერებთ რაღაცეებს. წვიმამ ცოტა გადაიხო. შევინახავს ასეთი ბიძური ქალაქი. პირველი რეაქცია რაც მაქვს და პირველი შეხედულება ეს ანაპოლზე. ჰავას ვარგები წავექიდან. ჰავას ჩუჩქიანი იქნება. ნახე ნაგვებთან ზის გოგო. ნეაპოლის პატარა ძალე.
სანტა კიარა არის რელიგიური კომპლექსი ნეაპოლში, რომელიც მოიცავს სანტა კიარას ეკლესიას, მონასტერს, სამარხებს და არქეოლოგიურ მუზეუმს. ორმაგი სამონასტრო კომპლექსი ააგეს 1313-1040 წლებში მაიორკას დედოფალმა სანჩამ და მისმა მეუღლემ ნეაპოლის მეფე რობერტმა, რომელიც ასევე დაკრძალულია ამავე კომპლექსში. ეს იყო გოთიკური სტილის ეკლესია, ხოლო მე-17 საუკუნეში შეემატა ბაროკოს სტილის ელემენტები. მას შემდეგ შენობა ხანძრის შედეგად მეორე მსოფლიო ომის დაბომბვის დროს ნაწილობრივ განადგურდა და თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდა 1953 წლისთვის. ბინძურია რა. აუზე ხუჭიანი წვიმა და მენცა. სადაც მოხდა ყველაზე აღრულად ბინძური არის. ჯერჯერობით მართლებს თაბეჭრება დამრჩა. ისეთი სუნი დგას ქალაქში რომ შეხვალ. ყველგან ნაგავყრია და ტურისტულ ცენტრში ვართ ახლა. და აი საშინლად ცუდი სუნი დგას ყველგან. აქ იგრძნობა რამდენად უყვართ ფეხბურთი, ყველგან არის პლაკატები ნეაპოლის ჯგუფის. აი, კვარაცხელია. ფოტო და მარადონა. ტურისტულ ადგილებში ყველგან არის პლაკატები და ფეხბურთის სიმბოლიკა. დროშები. ჩიეზა. ეკლესია აშენდა 1593 წლიდან აბრეშუმის ხელოვნების მიერ, იგივე არტე დე ლა სედა. ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო გილდია, რადგან მე-16-მე-17 საუკუნეებს შორის აბრეშუმი იყო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური სექტორი. მას არა მხოლოდ ამუშავებდნენ და ამზადებდნენ, არამედ აქაც იწარმოებოდა. ნეაპოლის სამეფოში არსებობდა აბრეშუმის ჭიის ფერმები. შენობამ შეინარჩუნა რამდენიმე ორიგინალური ელემენტი. სრული რესტრუქტურიზაცია განხორციელდა ჯენარო პაპას მიერ 1758 წელს. აქვე არის საძვალე, პირველი ეკლესიის ნაშთები და უპირველეს ყოვლისა სამკვეთლო, სადაც ინახება მე-17 საუკუნეში გილდიის ხელოსნების მიერ ნაქსოვი აბრეშუმის ქსოვილები. ასევე მოჩუქურთმებული ხის საკურთხეველი. ქალაქში ლაპარაკობენ როგორც იტალიურად, ისე ნეაპოლურად. ორივე ენა ლათინურის ადგილობრივი დიალექტიდან განვითარდა. ნეაპოლი თბილი და რბილი ჰავით გამოირჩევა. ტურისტებისთვის საუკეთესო პერიოდია მაისი და ივნისი, აგრეთვე აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე. დღის საშუალო ტემპერატურა ზამთარშიც კი 13 გრადუსია, ღამის კი +4. ნეაპოლი არის ადგილი, რომელიც ითვლება პიცის სამშობლოდ, თუმცა მას აქვს თავისი ისტორია. თავდაპირველად ეს ითვლებოდა ღარიბების საჭმელად, ანუ მათ გადაწყვიტეს, რომ ყველის გვეზელისთვის უბრალოდ დაემატებინათ პომიდორი. ხოლო მას შემდეგ, რაც მეფე უმბერტო პირველმა გადაწყვიტა, რომ ქალაქს ეწვიოს თავის დედოფალ მარგარიტასთან ერთად, ღარიბებმა გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ პატივსაცემად დაამზადონ რაღაც ღვეზელი, რომელსაც დროშის ფერები დაამატეს: წითელი, რომელიც იყო პომიდორი, ყველი, რომელიც იყო თეთრი და ბაზილიკი, რომელიც იყო მწვანე ფერის. ამის შემდეგ პიცა მარგარიტა გახდა მსოფლიოში ცნობილი, ხოლო თვითონ პიცა ნეაპოლისთვის გახდა სავიზიტო ბარათი.
აქ ჩანს როგორ ხალხი გიშდება და აფანატებს ფეხბურთზე. ყველგან არის ფეხბურთის დროშები და გამოსახულია მარადონა. ტურისტულ ადგილებზეც კი მხოლოდ მარადონა, ნუ კვარაცხელიაც ახლა და რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელიც მათთვის არის როგორც კუმირი. ტურისტული ცენტრი გადაქცეულია საფეხბურთო მოედნად ფაქტობრივად. მარადონაზე აფანატებენ, იმიტომ რომ მანამდე არავინ არ იცოდა ნეაპოლზე და როგორც კი მარადონამ დაიწყო თამაში ნეაპოლის გუნდში, ამის მერე ნეაპოლი გახდა პოპულარული. და ყველგან არის მარადონას მაგნიტები, პლაკატები, დროშები, კედლებზე დახატულია. მოკლედ, აქ ნეაპოლში ხალხი გიჟია ფეხბურთზე. ყველგან street art-ი, აქაც პლაკატები, ნახატები, ყველგან. ახალგაზრდა მარადონა. აქაც კი აი ესე გამოსახულია. წელი 1960 წლიდან უსასრულებამდე. ანუ მარადონა მუდამ სოცხალია. აქ იდება მაგნიტები. აქ არის ეს სახალხო მაღაზია, ნაძვის ხის სათამაშოები, როგორც ჩანს ხელნაკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ აქ ზაფხულში ტემპერატურა 35 გრადუსს ცილდება, ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე შობას წლის ნებისმიერ დროს შეიგრძნობთ. ნეაპოლიტანელები მე-13 საუკუნიდან აწყობენ მინიატურულ საშობაო სცენებს და ამ ხელნაკეთ ხელოვნებას ქუჩაში ფენენ. ეს არის იგივე პრეზეპები საშობაო სცენებისთვის. დღეისათვის კი ტრადიცია გაფართოვდა და ცნობილი ადამიანების ფიტულებსაც შეხვდებით. აქაც კი მაღაზიაში მარადონაზე და აქ არის ასეთი უძველესი საფოსტო ხუთები. აქაც ასეთი სუვენირების მაღაზია. ეს კვარაცხელიას მაკეტი. აქ არის ძალიან მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტების არჩევანი, რომელსაც ადგილზევე თქვენი სურვილისამებრ გაამზადებინებთ. ამ ძეგლთან დგას დიდი რიგი სურათის გადასახებად. და როგორც ჩანს, ხელი უნდა მიადო წყვილს. ფერი უკვე წყვილს შეცვლილი აქვს. და ჩანს, რამდენმა მილიონმა ტურისტმა დაადო ხელი წყვილს და გაპრიალებულია. ასეთი ფასებია ცენტრალურ ადგილას, რაც გაცილებით იაფია სხვა იტალიის ქალაქებთან. პიცის ფასები იწყება 4.5 ევროდან, რაც მინიმუმ ორჯერ იაფია სხვა ქალაქებთან.
ახლა მივდივართ ისევ უკან გემისკენ. და ერთი სული მაქვს, როდის ავალპირდეთ მე გემზე, იმიტომ რომ ესეთ ბინძური ქალაქი, სადაც კი ვყოფ, არსად არ შემხვედრია მართლა. ანუ იმდენად ბინძურია, რომ ჩვენ გვინდოდა რამე ტრადიციული გაგვესინჯათ, თუნდაც პიცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ აქვს და ტკბილეული, მაგრამ აი ვერსად ტურისტულ ადგილებზეც კი ვერსად ვერ ვნახეთ ნორმალური ადგილი, სადაც გავსინჯავდით პიცას. ფასები იყო ძალიან დაბალი, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევჭამდით და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაუბრუნდეთ გემზე. ის ეფექტი, რაც იტალიის სხვა ქალაქებში ქონდა, ნამდვილად არ ყოფილა აქ. ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ თუ წამოსვლას დააპირებთ, აუცილებლად ხალხიათ, რომ დიდი დრო არ დაუთმოთ ნეაპოლს, იმიტომ რომ ძალიან იმედგაცრუებულები დარჩებით. სხვა მხრივ, ჩვენ პირიქით ვფიქრობდით, მაგალითად გენოაზე, რომ არ იქნებოდა საინტერესო და ლამაზი. გენოამ ჩვენი აზრით მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ საერთოდ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ოდნავ მაინც ლამაზი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვნახეთ სანახავი ადგილები, ღირსშესანიშნავი ადგილები, მაგრამ იყო ძალიან ლამაზი, უსუფთავესი და უკარგესი ადგილები. აქ კი მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხელი არაფერს არ უნდა მოვუკიდო, თორე ყველანაირი ჭუჭყი ეს ჩემზე გადმოვა, მოკლედ საშინელება არა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალი ჩემთვის. ასევე პალერმოც ულამაზესია. ნუ მილანი არის დედაქალაქი. მე კი არ მომეწონა, რომ ხალხი ძალიან აფანატებს ფეხბურთზე. ყველგან, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ კუთხეში არის ან პლაკატი, ან დროშა, ან სურათი. მოკლედ ყველაფერში უნდა იცოდე ნორმა და სხვა არის. ძალიან გადაჭარბებული, არაფერი კარგი არაა. ახლა რაც მთავარია, არა მარტო ჩებია ბინძური, ხალხიც არის უბინძურესი, ვინც მოტოციკლით გადიან, აბსოლუტურად ყველა, რომელსაც ვიაფერის ტანსაცმელი არიან საშინლად ჭუჭყიანები. და ჩვენ რო ჩამოვდიოდით, გემზე გავიცანით ერთი ფოტოგრაფი, ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გითხრა, რომ ნუ ნამყოფი იყო აქ და გითხრა, რომ მოემზადეთ იტალიის სხვა ქალაქებთან შედარებით, აქ არის საშინელი, ხასიათო და უხეში ხალხი, აქ არის საშინელი სიბინძურე. და მოემზადეთ, რომ რაღაცით მაინც ისიამოვნოთო და ზუსტად ეს სიტყვები მახსენდებოდა, რომ გავდიოდი ნეაპოლის ქუჩებში. არც კი შეიძლება შეადარო სხვა დანარჩენ ქალაქებს. კიდე კაი ამინჩი გაგვიმართლა, თორე ხის პირველი ნახევარი დაიწყო წვიმა. მაგის გამო რაღაც პერიოდი გავჩერდით და გადაღება გავაგრძელეთ. ამიტომ რაღაც ადგილები კიდევ ვერ ვნახეთ, თუმცა სიმართლე გითხრათ, ნახვის სურვილით საერთოდ დამეკარგა და ის ჩეკლისტი, რაც კი გაკეთებული გქონდა, გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ ქალაქის და ეს ტურისტული ადგილი გვენახა და არა ის კონკრეტული მუზეუმები და პირობითად ცნობილი თეატრი და ასე შემდეგ. ანუ იმდენად გარემო მოახდინა ჩემზე გავლენა, რომ საერთოდ არ მომიდა სხვა დანარჩენის ნახვა. აი აქ ასეთი სიბინძურია ქუჩებში. ყველგან ყველაფერი ყრია და ყველა კუთხეში სული ყავს. გზას არავინ დაგითვალს, ისევ შენ უნდა იყვილად და ყურადღება. თორე აი ტრანსპორტი ფეხზე გადაგიხდიან. ეს არის ჩანთა, რომელიც ვიყიდეთ ტუნისში. ტუნისური ჩანთა. მივდივართ გემისკენ. იქ ჩანს ჩვენი უზარმაზარი ლაინერი. არელი და სუფთა გემუდა. ეს უნდა პროდისავა. მართლა, საშინელება იყო. ახლა პორტში ერთდროულად დგას 3 ლაინერი. პირველი ნახევარია და უკვე მოვედით გემთან. ანუ გამოდის, რომ ის გაჩერება, რაც გათვლილია დილის 8 საათიდან 2-მდე, სრულიად საკმარისია ნეაპოლისთვის
დაახლილი და დაქანცული და ჩაბინძურებული და დაჩუჩქიანებული ნაპოლის მერი ნატალი. დავებთ ნეაპოლს და ახლა ისე მივდივართ გენოაში. თავდება ჩვენი კრუიზი. ვალაგებთ ჩემოდანს. და ჩემოდანი უნდა დავდოთ კარებთან ღამის 12 საათამდე. მინდა წაშუა. აბა ვის უნდა? ჩვენი მაგნიტები ამ მოგზაურობიდან ან მინდა წასვლა. არც მე. დავრჩით. მომსახურე პერსონალად დავრჩით. გემზე თუ დაგჭირდებათ გაუთოვება ან გარეცხვა, აქ არის ტარიფები. გასვლისას ჩემოდანზე უნდა მიეკრას აი ასეთი სტიკერი, რომელსაც მოიტანენ კრუიზის ბოლო დღეს, სადაც წერთ სახელგვარს, ტელეფონს, მისამართს, კაბინის ნომერს და გემის სახელს. აგრეთვე აქ არის მიტიჭებული ნომერი, რომელიც უნდა მივაწებოთ კრუიზ კარტს უკანა მხრიდან. ჩვენი ჩემოდანი უკვე მზადაა წასაღებად. კარგი ცხოვრება თავდება. მოვედით ბუფეტში საჭმელად. აი აქ ასეთი ამშვენიერესი ხედია. Drink the jump hills. ბოლო 3 დღე ხილზე ვართ. პირველი დღეები, პირველი რამდენიმე დღე ვეცადეთ რომ გაგვესირო ყველაფერი. მივდივართ უკვე საბოლოო თეატრის შოუზე. Well, ladies and gentlemen, welcome to everybody in our theater tonight. Emozioni! Giochi al baseball, passo del peccamento, chi devi dare la musica di mamma tu mi fa l'americano,
Dimmi quando tu verrai. Dimmi quando l'anno il giorno forse tu mi bacerai. Ogni istante tenderò fino a quando d'improvviso ti vedrò sorridente accanto a me. Non dimenticare, my love is like a star, my darling, shining bright and clear, just because you're here. Volare, cantare, di tutto di più, felice di stare lassù. If you ever gonna kiss me, it had better be tonight. While the mandolins are playing, the stars are bright. Io so che non c'è luce in una stanza quando manca il sole. Sei, non ci sei, tu con me. Su le finestre mostra tutto il mio cuore che hai acceso. Chiudi dentro me la luce che Grazie a tutti, a domani. Ciao! ბოლო საღამოა, რაც ჩამოვდივარ ბუფეტში და ვასწორლებთ ამ საღამოს პიცით. ჩვენი გემი კი მიდის გენოაში. ხვალ დილით უკვე გაგვიღვიძებთ გენოაში. აღარც ჩემოდანი, აღარც თეატრი. მე კიდევ ორი სიტყვით მინდა გითხრათ თეატრზე. კრუიზში თუ წამოხვართ, მგონი ბევრჯერ მაქვს ანაქონდა კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, არც ერთი დღე არ გამოტოვოთ თეატრი, იმიტომ რომ იმდენად დიდ ემოციას მიიღებთ, იმდენად საოცრებაა, რომ ძალიან დიდი ხანი გაგხდებათ ეს ემოციები. არის ულამაზესი დადგმები და ბოლომდე იხარჯება ყველა, იმიტომ რომ მაყურებელმა მიიღოს სიამოვნება და აუცილებლად ვირჩევთ, რომ არც ერთი დღე არ გამოტოვოთ. უკვე საბოლოოდ მივდივართ ბუფეტში და ნახევარ საათში უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი კაიუტა. უკვე ვახლოვდებით გენოას. უკვე ჩანს. ასეთი ლამაზი ხედით, ხეთს რომ უყურებ ყოველ დილით დილას და საღამოს, ამაზე კარგი რომ უნდა იყოს აეროპორტზე. წავედით გენოაში და შემდეგ მივდივართ მილანის აეროპორტში. Flixbusit, რომელიც წინასწარ დაჯავშნილი ყოფილა და ანტოფასი კარგი გამოვიდა. Flixbusit-ს ისე ავირჩიეთ, რომ პირდაპირ გენოადან, რომელიც ამ ტერმინალთან ახლოს 3 წუთის სამოხე, პირდაპირ მიდის მილანის აეროპორტში. იქ უკვე ჩანს გენოას ქალაქი. ვახლავდებით. ცხრისათევარზე უნდა გავიცალოთ. ჩვენი გაიგონა, ამიტომ ვასწრებთ, რომ შევჭამოთ და ავიდეთ, რომ ჩვენი ლიფტები ავიღოთ. აქ წერია დეტალური პროცესი გემის დატოვების და სხვადასხვა დრო მითითებულია და ადგილი,
სართულის მიხედვით. ვტოვებთ ჩვენ გაიოტას 11:438. Скрізь ნახევარამდე უნდა დაგვეტოვებინა და ახლა გვაქვს მიახლოებით 1 საათი გემზე და 1 საათში უკვე შეგვიძლია გავიდეთ გემიდან. შეგვიძლია რა უნდა გავიდეთ. ასევე უნდა მივაგრათ რიგის ნომერი. აი აქ არის ჩვენი რიგის ნომერი. მსგავსად და მარტივად ჯგუფს ერთად წაგვიყვანენ. კი. მინიჭებულია ნომერი, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 23 ნომერი, იგი იმიტომ რომ ყველა სართულიდან გაზია, სართულების და ნომრების, კაიუტის ნომრების მიხედვით და ამიტომ ყველაფერი ეს დაწყობილი რო იყოს და არეულობა არ იყოს, აუცილებელია რომ რიგის მიხედვით ყველა გავიდეს საჭირო დროს და საჭირო ადგილიდან. იგივე ნომერი მინიჭებული იყო და მივაწებეთ ჩემოდანზე. სამწუხაროდ დავტოვეთ გემი, ძალიან არ გვინდა, მაგრამ ამოგვაქდეს. ძალიან მოგვეწონა და ალბათ კიდე აუცილებლად არაერთხელ წავალთ კრუიზში. მოგზაურობა უყვარს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის საერთოდ სრულიად ახალი გამოცდილება. უბრალოდ უნდა იცოდეთ და მოელოდეთ იმას, რომ ერთ დღეში ძალიან აქტიურად უნდა ნახოთ ყველაფერი, შემდეგ ისე მოხვიდეთ გემზე აქტიურად, ამის 12-დან პირველ 2 საათამდე უნდა იყოთ, რომ ყველა აქტივობა, რაც კი გემზე გაკეთებული აქვს, უნდა მოიგოთ თქვენზე და არ გამოტოვოთ არაფერი. უბრალოდ იცოდეთ, რომ გელოდებათ უძილო ხამები და ძალიან სასიამოვნო დრო. Ciao, grandiosa. ახლა მივიდეთ და დავიხოთ ჩვენი ჩემოდანი. მიგვიწით ეს სად იქნებოდა ჩვენი ბარგი? ესეც ჩვენი ჩან. არც ამას უნდა წასვლა, წამოდი. აი, არ მომწება, ხო დიახ. ყველა მოწყენილი სახეები ჩაარის, არავის არ უნდა წასვლა. ჩაგვითა სპეციალური მუსიკა გაცილების, რომლებიც გვაცილებდნენ და ხელს გვიქნებდნენ და იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი მართლა. გამოვიდით გენუას ტერმინალიდან, გემმა გააკეთა წრე და ისევ დაგვიბრუნა ზუსტად იგივე ადგილას, საიდანაც დავიწყეთ. აი გემი non-stop-ში აკეთებს ერთ და იგივე მარშრუტს, არასოდეს არ ჩერდება, უბრალოდ როცა ახლა გაჩერებულია, საჭმელს და ყველა საჭირო ნივთს ტვირთავენ გემზე. წელიწადში 2 ჯერ უცვლიან გემებს მარშრუტს და გაუშვებენ ხმელთაშუა ზღვიდან კარიბებში და პირიქით. პირდაპირ პორტის შესასვლელთან აქვე არის ფლიქსბასის გაჩერება. ისევ ძალიან ცხელა გენუაში და კარგი რომ რაღაც გრძელები გქონდეთ, რომ საერთოდ დავიწყებოდი ამ სახეს სრულიად გადამწვარი მაქვს. 2 წუთი და უკვე მოვედით ავტობუსის გაჩერებაზე. ძალიან მოხერხებულია, რომ ასე ახლოს არის და დროს არ კარგავთ სხვა ადგილში გადასვლაზე. აი აქ პირდაპირ დგას ფლიქსბასები. ზაში ჩვენი ავტობუსი გავხვიჩდა, 9 საათი ველოდებოდით და ახლა ახალი ავტობუსი უნდა გამოუშვან და უნდა გადავშდეთ. დრო ჯერ გვაქვს, ვასწრებთ, ასე რომ ყოველთვის ზედმეტი დრო უნდა გქონდეთ ტრენამდე. გადავჭიდით სხვა ავტობუსში და ახლა მივდივართ აეროპორტში. ისევ გემზე მივიდა. დამაბრუნეთ გემს.
როგორც იქნა ჩამოვედით აეროპორტში. ხავარია მოვიდ. ჩვენი მოგზაურობა გრძელდება და მივფრინავთ პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. ეს არის ჩვენი კრუიზის ბოლო დღე. თუ გსურთ წინა ნაწილების ნახვა, ვიდეოს ბოლოს იხილეთ პლეილისტს.